სოფელში მუშაობას იწყებს მე-9 საინფორმაციო სამსახური. ეს არის ახალი 12 სოფო ჩაკვეტაძესთან ერთად გამარჯვებათ. კიდევ ერთი დაუხსნელი საქმე და კიდევ ერთი საჩივარი ყოფილი ხელისუფლების მისამართით. მკვლელობის დატვირთვაში ამჟამად ვანო მერაბიშვილს ადანაშაულებენ. რა მოხდა 2005 წლის 27 აგვისტოს. სენატის სამტრედიის საზღვარზე სამეგრელო იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა სპეცოპერაციის დროს ადგილზე დახვრიტეს ბაჩო ესებოა. მას 16 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, მათგან 2 საკონტროლო დასროლა. გარდაცვლილის დედამ შვილის მკვლელობის საქმეზე პროკურატურაში სარჩელი უკვე შეიტანა. ნანი ესებოა საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. ის შვილის მკვლელობაში პირადად მიხეილ სააკაშვილს და ვანო მერაბიშვილის დებს ბრალს მასალას სააგენტო ინფო9 ავრცელებს. ხელაწეული ბიჭები ყავდათ უკვე კუთხეში მიყენებული. მე რამგაია როგორც ინფორმირებული ვარ, მინისტრს დაუკავშირდა ბატონ მერაბიშვილმა ვითომ თავისი უცბად გადაწყვეტილებით მიიღო დახვრეტა, ადგილზე დახვრიტეთო. მოვითხოვ ყველა პასუხის გებაში მიეცეს. ყველანი, ვინც მონაწილეობდა და ვინც დამიგლიჯა ჩემი შვილი, დამიფლითად ნაკუწებად მიქციეს. ნაციონალებმა და სისხლის მსმელმა მერაბიშვილის გუნდმა ამ ოჯახს გასაკანი არ მისცა. ჩაცხილეს 22 წლის ბიჭი, 16 ტყვით, შუბზე კონტროლით, სრულად უდანაშაულო. ბაჩო ახალაიას დაკავების შემდეგ დუმილს კიდევ ერთი ყოფილი სამხედრო მოსამსახური არღო. შეერაღებული ძალების ყოფილი კაპრალი სულხან კაპანაძე 2010 წელს იხსენებს და სამხედრო მაღალჩინოსნების მიერ მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ საუბრობს. ძმები სულხან და ავთანდილ კაპანაძეები შეერაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამსახურში იმყოფებოდნენ. სულხან კაპანაძის მიერ დასმული ერთი შეკითხვის გამო, რომელიც ბაჩო ახალაიას მინისტრობიდან გათავისუფლებას ეხებოდა, იგი ნაწილიდან წაიყვანეს და სასტიკად გაუსწორდნენ. დაზარალებული ამბობს, რომ ძალადობაში მონაწილეობას მე-4 ბრიგადის მეთაური შამათავაც იღებდა. სულხან კაპანაძემ 2 კვირა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაატარა, რის შემდეგაც სამხედრო ნაწილში დაბრუნდა. როგორც ყოფილი კაპრალი ამბობს, იგი აიძულეს პატაკი დაეწერა და კონტრაქტი გაეწყვიტა, რის გამოც 36,000 ლარი დააჯარიმეს. იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდა სულხან კაპანაძის ძმა ავთანდილ კაპანაძე. სამხედრო ნაწილიდან ძმის გაუჩინარების შემდეგ მას უთხრეს, რომ კაპრალი მესამე სართულიდან გადახტა და ჰოსპიტალშიც იმიტომ იყო მოთავსებული, თუმცა ძმის ანახავად წასვლის უფლება არ მისცეს. მოგვიანებით მასაც პატაკის დაწერა და კონტრაქტის დაწყვეტა მოუწია. რატომ მიყავთ მეთქი ის გულის და შეურაცხყოფა უმაყენა შენი დედაო და შემაგინეს. იქით მეტრიადი რო გავეცი პასუხი უკიდან კიდე მახვდა. კედელაშვილი ვარ აპარატის უფროსიო. და დედას გიტრებს საცაგინა როცაგინა და საცაგ შეხვდებიო. საიდან გაიგეო რომ მინისტრი მოხსნესო. ბიჭებთან იქმეთი მართლა მოხსნეს შენ გაგეხარდაო რომ მინისტრი მოხსნეს. შამათავო ვარ რომ ასე მითხრა და მესამე ხმა არ მოუყია. რო დამაჯინეს სკამზე, თავის რაღაც ჯოხი იყო, სხვილი ჯოხი იყო, ხელები წაიღე უკანო, მე შამათავა ფეშალტკები ჩაიცვა, აი ყვითელი ფეშალტკები იყო სულიანი რაღაცა, ხელი წაიღე უკანა, წავიღე გაკოჭილი არ ვიყავი. ის ბრძანება შევასრულე. და დამიწყე გულში ცემა და უკან ყურში. რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, რომლის სახელის ხსენებისთვისაც ჯარში სამხედროებს სცემდნენ, მის წინასწარ პატიმრობას ადვოკატები დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. დაცვის მხარე აღმკვეთ ღონისძიებად გირაოსან თავდებობის გამოყენებას მოითხოვს. დავით ეტანოიძე აცხადებს, რომ პროკურატურის არგუმენტები, რომლის საფუძველზეც ახალაიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, უსაფუძვლოა. გადაწყვეტილების დასასაჩივრებლად მათ 48 საათიანი ვადა აქვს. ახალაია გლდანის ციხეში გუშინ სასამართლოს შემდეგ გადაიყვანეს, მას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, ხოლო გაერთიანებული შტაბის უფროსი ალანდაძესა და მე-4 ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გათავისუფლების სანაცვლოდ 20,000 ლარიანი გირაო დაეკისრათ. გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი კალანდაძემ წინასწარი დაკავების იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა. მისი ადვოკატის განმარტებით სასამართლოს მიერ დაკისრებული 20,000 ლარი მათ წუხელ გადაიხადეს, რის შემდეგაც კალანდაძემ პროკურორისგან გათავისუფლების დოკუმენტი მიიღო. რაც შეეხება მეორე დაკავებულ ზურაბ შამათავს, მე-4 ბრიგადის მეთაურისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით დაკისრებულ 20,000 ლარს დღეს გადაიხდიან.
კიდევ ერთ დაკავებულს საქართველოში აბრუნებენ ინტერპოლის ეროვნული ბიურო და მთავარი პროკურატურა თენჯის ფერაძის წინა საერთრადაციო პროცედურებზე მუშაობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფერაძეს ქართულ სამართალდამცველებს პოლონელი კოლეგები გადმოსცემენ. თენჯის ფერაძე ქალაქ რავა მაზოვიეცკაში დააკავეს, ის წითელი ცირკულარი საერთაშორისო ძებნაში 2012 წლის 28 ივნისიდან იყო. ფერაძეს ბრალდებულია ქრთამის მიცემაში, წარჩეზებასა და თაღლითობაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ამ ტიპის დანაშაული მან არაერთხელ ჩაიდინა. პროტესტის მესამე დღე თბილისში ყვითელი ავტობუსების მძღოლები ისევ გაფიცული არიან. პრობლემის მოსაგვარებლად დედაქალაქის საკრებულოში შექმნილია სამუშაო ჯგუფი. საკრებულოს დეპუტატები დღეს მძღოლების ნაწილს შეხვდებიან და სიტუაციიდან გამოსავლის გზებზე იმსჯელებენ. თავისუფლებ ავტობუსების მძღოლები აცხადებენ, რომ გაფიცვა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება. თბილისში ყვითელი ავტობუსების მძღოლები 8 ნოემბერს გაიფიცნენ. გაფიცვაში დედაქალაქის სამივე ავტოპარკი და 1300-ზე მეტი მძღოლი მონაწილეობს. თემას განცა პაპავაძე განავრცობს, ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთობა. განცა მოგესალმებით. ყვითელი ავტობუსების მძღოლების გაფიცვა გრძელდება. პროტესტის მესამე დღეს მძღოლების მოთხოვნები შეიცვალა. ახლა ისინი მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის აკაკი ჯოხაძისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის ლევან კოპლატაძის გათავისუფლებას ითხოვენ. მათივე განცხადებით დღეს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა აქვთ საკრებულოში. ისინი საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლებთან ერთად შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ. კიდევ ერთხელ ბოდიში მინდა მოუხადო მოქალაქეებს და საზოგადოებას, რომ დღეს ტრანსპორტის გარეშე დარჩნენ. მაგრამ თავარი უნდა ითქვას, რომ ბოდიში მოსახლეა ბატონ ჯოხაძეს და ბატონ კოპლატაძეს. მათ კისერზეა მათი პასუხისმგებლობაა დღევანდელი ტრანსპორტის გაჩერება. რამე თუ დაგროვილი წლების განმავლობაში პრობლემები არ მოგვარებულა და არც მოგვარდება, იმიტომ რომ მაგათ ნება, მზაობა და პროფესიონალიზმი არ გააჩნიათ პრობლემების მოგვარების. შესაბამისად ის 16 მოთხოვნა, რომელსაც აპელირებენ 16-დან 15 ეს ყველაფერია ტყუილი. ჩვენი მოთხოვნებია ბატონი ჯოხაძე, ბატონი კოპლატაძე უნდა წავიდნენ. მონოდინი გახსეთი რომ მივარ და განვიხილავთ ერთადერთი იმედი ვიდივართ, რომელი პარტიასაც მენდობით რო გეტყვის ვილაპარაკებ განსაზღვრული გასწავლა ახლა დედაფალ არ გადაგიამარა თუ იქნება დიდი უგულავა გამოაცხადეთ ამ წუთში კოპლატაძის და ჯოხაძის გადადგომას მე მაგის გარანტიას ვაძლევ ყველას მოსახლეობასაც მეორე ამ წუთში დაკონფოთ მაგალითად როგორც მუშაობა მძღოლების შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით მგზავრებს ბოდიშს უხდიან. მე შეგახსენებთ, რომ ყვითელი ავტობუსების მძღოლები 8 ნოემბერს გაიფიცნენ და მას შემდეგ უკვე მესამე დღეა ქალაქში ავტობუსები აღარ მოძრაობენ. მოქალაქეებს კი გადაადგილება ძირითადად მიკროავტობუსებით უხდებათ. ყვითელი ავტობუსების მძღოლების განცხადებით მოთხოვნების შესრულებამდე ისინი გაფიცვას არ შეწყვეტენ. მადლობა განცა პაპავაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ტყიბულში კი მაღაროელებმა მუშათა საგაფიცვო კომიტეტი შექმნეს, რომელმაც თავის მხრივ ძირითადი მოთხოვნები ჩამოაყალიბა. ეს დოკუმენტი უკვე გადაუგზავნეს პარლამენტს, პრემიერის აპარატსა და ინვესტორ კომპანია GIG-ს. მოთხოვნები ეხება შრომის ანაზღაურების გაზრდას. მაღაროელები ითხოვენ გათავისუფლდეს სარკნახშირის ადმინისტრაცია და დამოუკიდებელმა აუდიტმა და პარლამენტის დარგობრივ კომიტეტმა შეისწავლოს საწარმოს ფინანსური მდგომარეობა. მოთხოვნები წაუდგინეთ ჩვენ ადმინისტრაციას და ბატონ გენერალურ დირექტორს, რომ უნდა გადადგეს ეს ადამიანი და მოხდეს ცვლილება მთელი თავისი გუნდით ადმინისტრაციაში. ველოდებით პასუხს, ჯერჯერობით არანაირი პასუხი არ მიგვიღია. დღეს შეხვდა რამოდენიმე საათის უკან ბატონი გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ბატონი ვალერი კუხალაშვილი და გვეუბნება, რომ ის მიბრძანდება თბილისში, უნდა შეხვდეს ბატონ დავით ბეჟუაშვილს, წარუდგენს ის ჩვენს მოთხოვნებს და შემდეგ გავაგებინებენ პასუხს. თუ ჩვენი მოთხოვნები არ იქნა დაკმაყოფილებული, აქცია გრძელდება, გაფიცვა გრძელდება და მეშახტეები არ ჩავდივართ შახტაში. გაფიცულები არიან სამცხე ჯავახეთში ფარავან ჰესის თანამშრომლობით. მასალას ჩვენ ახლა ვიღებთ და მას მომდევნო გამოშვებებში შემურთავაზებთ. ერთადერთი ადგილი კი, სადაც ამ დროისთვის გაფიცვა შეწყდა, ფოთის პორტია.
9დღიანი გაფიცვა შეთანხმებით დასრულდა გუშინდვიან ღამით მოლაპარაკებაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიტაშვილი და გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ჩაერთო. 3 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ ნავსადგურის ადმინისტრაცია მუშა მოსამსახურეთა ხელფასებს 20%-ით გაზრდის. ასევე აანაზღაურებს 9დღიანი საგაფიცვო პერიოდის ხელფასებსაც განხილვები აწიუკვა პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილ სპეციალურ კომისიაში გაგრძელდება. ასევე თქვენი შრომის კოლექტივის მხრიდან. შეთანხმება იქნა მიღწეული, რომ პორტის თანამშრომლებს აუნაზღაურებენ გაფიცვული დღეების საფასურს, ასევე იქნა საშუალო ზრდა 20%-ით ხელფასების არა 1 იანვრიდან, არამედ 1 დეკემბრიდან. არის კიდევ მთელი რიგი საკითხები, რომლებზეც შევთანხმდით პორტის ახალ ხელმძღვანელობასთან, რომ უახლოეს მომავალში ახლად შექმნილი კომისიის ფარგლებში, რომელიც პრემიერთან შეიქმნა მისი ხელმძღვანელობით, იქნება უფრო კონკრეტულად განხილული ეს საკითხები. მოლაპარაკებები შედგა, რაც ყველაზე მთავარია, შრომითი კოლექტივი და ეს პროფკავშირი არის ნაღიარები. ორშაბათიდან დაიწყება ინტენსიური მოლაპარაკებები, გარდა იმ მომატებებისა, რაზეც იყო საუბარი, თითოეულ ნიუანსზე, რომელიც დასაქმებულ ადამიანებს აწუხებს. შეთანხმება მიღწეულია. მუშაობდა სამუშაო ჯგუფი, ადმინისტრაცია, ჩვენი კომიტეტი და მთავრობიდან იყვნენ ეკონომიკის მინისტრი და მასთან ერთად პირები, რომელიც ჩართულები იყვნენ და საერთო ჯამში მივახციეთ შეთანხმებას. და ცოტა ხნის წინ ცნობილი ხდება, რომ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ ბადრი ბასიშვილი დაინიშნა. ბასიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ თანამდებობაზე ის 21 ოქტომბრიდან არის. ის რეგიონში კურატორობას, დევნილებისა და სპორტის საკითხებს დაუწევს, შეგახსენებთ საპარლამენტო არჩევნებამდე ოპოზიციის წარმომადგენლები ბადრი ბასიშვილს ნაციონალური მოძრაობის ზონდერ ბრიგადების ხელმძღვანელობაში ადანაშაულებდნენ. ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი პოლიტიკოსებს დევნილებით პრემიერ-მინისტრის დავალებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგებსა და მის სალიკვიდაციოდ განხორციელებულ სამუშაოებს სწავლობს. კომისიის წევრები პირველ რიგში იმ ოჯახების მდგომარეობას დაეცნობიან, რომელთაც სტიქიის შემდეგ სახლების სახურავების პრობლემა მოუგვარებელი აქვს. კომისია ამ დროისათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აღნიშნულ საკითხზე შემოსულ განცხადებებს ეცნობა. რის შემდეგაც ადგილზე მდგომარეობას უკვე ინჟინრების ჯგუფი შეისწავლის და კონკრეტული სამუშაოები დაიწყება. კომისიის წევრების განცხადებით სტიქიური უბედურების ზონაში მოხვედრილი სოფლების იმ მოსახლეობას, რომელთაც სასოფლო სამეურნეო სავარგულები რამდენიმე წლით რაუნდად სახელმწიფო მომავალი წლის ბიუჯეტიდან კომპენსაციით დაეხმარება. დაგროვდა მოსახლეობის განცხადებები ძალიან ბევრი, რომლებიც ითხოვენ ასევე შეკეთებას თავიანთი სახლების პრემიერ-მინისტრის დაპირებამ კომპენსაციის შესახებ, სრული კომპენსაციის შესახებ. შეიქმნა მისი დავალებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანებით კომისია, რომელიც შეისწავლის სტიქიის შედეგებს, დააზუსტებს ბოლომდე გატარებული ღონისძიებებს, მათ ეფექტიანობას და დასახავს წინადადებებს, თუ ამის შემდეგ რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს. თავდაცვის მინისტრი შეიარაღებულ ძალებში გეგმიურ მონიტორინგს განაგრძობს. ინსპექტირების ფარგლებში დღეს ალასანი ეროვნული გვარდიისა და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტებს ესტუმრა და მათ ხელმძღვანელობას არსებულ პრობლემებზე, მოქმედების ტაქტიკასა და ამოცანებზე ესაუბრა. დღესვე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების სამმართველოში და პირველი ქვეითი ბრიგადის სატანგო ბატალიონში იმყოფებოდა. გეგმიური მონიტორინგი დღეს თავდაცვის მინისტრმა ეროვნულ სასწავლო ცენტრ ხრწანიში დაასრულა. ალასანი იმ სამხედრო მოსამსახურების წვრთნების მიმდინარეობას დაესწრო, რომლებიც მომზადების გავლის შემდეგ საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მისაღებად ავღანეთში გაემგზავრებიან. ალასანია დადებითად აფასებს ჯარისკაცებისა და ინსტრუქტორების მოტივაციას. თავდაცვის მინისტრი ამერიკულ მხარეს მადლობას უხდის ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერისთვის. მე მქონდა საშუალება გავცნობოდი ხრწანისის მოსამზადებელ ცენტრში, საბრძოლო ცენტრში, თუ როგორ ემზადებიან ჩვენი ჯარისკაცები, როგორ ემზადება ბატალიონი, რომელიც შემდეგ უკვე გაიგზავნება ავღანეთში საერთაშორისო მისიის შესასრულებლად. ძალიან კმაყოფილი ვარ, ინსტრუქტორებიც, თავად ჯარისკაცებიც არიან ძალიან მოტივირებული, მაღალ კვალიფიციურ სამხედრო განათლებას იღებენ და აქვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალებები.
ომის ვეტერანები ტელეკომპანია ჭავჭასიის ეთერში დასულ დავით არჩიაშვილის განცხადებას ეხმიანებიან. ისინი დია ყარყარაშვილის მიმართ არჩიაშვილის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ არჩიაშვილის არანაირი უფლება არ აქვს ყარყარაშვილზე და ვეტერანებზე ისაუბროს და მათ ცრუ ბრალდებები წაუყენოს. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს პირველ საათზე ღმერთთა მოედანზე ვეტერანები და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბებიან და თავიანთ უფლებებს დაიცავენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანიეტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს აზიმ სადიკოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამინისტროში დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებზე ისაუბრეს და სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის სამომავლო ურთიერთობები განიხილეს. აზიმ სადიკოვი ახალი მთავრობის ეკონომიკური კურსით და იმ პრიორიტეტებით დაინტერესდა, რომელიც მოსახლეობის დასაქმებას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა საქართველოს ახალ მთავრობას მხარდაჭერა აღუთქვა იმ პროექტების განხორციელებაში, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას შეუწყობს ხელს. საუბარი იყო ჩვენი სამინისტროს რეორგანიზაციის და სამომავლო დეცენტრალიზაციის რეფორმის და ამ თვალსაზრისით პოლიტიკის განხორციელების საკითხებზე. საუბარი ჰქონდა ასევე 2013 წლის ბიუჯეტის პროექტზე და იქ ჩვენი სამინისტროს ფინანსურ კომპონენტზე, რაზედაც ჩვენ უთხარით, რომ ჯერ კიდე სამუშაო პროცესში ვართ და დაახლოებით 2 კვირაში გვექნება დაზუსტებული და უფრო დეტალური ბიუჯეტის პროექტი. Good productive meeting. ეს იყო პირველი შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და სამინისტროს შორის. ჩვენ მიულოცეთ მინისტრს დანიშნვა და ასევე ვისაუბრეთ იმ საშუალებებზე და დახმარებებზე, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეუძლია გაუწიოს ახალ მთავრობას. ეს არის ტექნიკური დახმარება, კონსულტაციები და ასე შემდეგ. მე ვიცავ უფლებებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციებმა კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის და მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსთვის ამ სახელწოდების აქცია ბრიფინგი გამართეს. ისინი მოითხოვენ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს დაეროს 2006 წლის უფლებების დაცვის კონვენცია რატიფიცირებისთვის წარუდგინოს მათი განცხადებით პრეზიდენტსა და პარლამენტს მსგავსი მოთხოვნით ბევრჯერ მიმართეს, თუმცა ამას შედეგი არ მოყოლია. პარლამენტმა უნივერსიტეტებამ გამოხატა სურვილი და მზადყოფნა იმისათვის, რომ ისინი მზად არიან ამ დოკუმენტის რატიფიცირებისათვის და ჩვენი ორგანიზაცია მხოლოდ იმიტომ დაუჭირა ამ დოკუმენტს მხარი, რადგან მასში იყო რადიკალური მოთხოვნა 3 დეკემბრამდე ეს დოკუმენტი გადაგზავნილი იყოს პარლამენტში. წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე ჩანს, რომ შესაძლებელია ამ საკითხის პოლიტიზირება მოხდეს. როგორი მზაობაც არ უნდა გამოთქვას პარლამენტმა, ეს ვერ მოხერხდება, თუ კონვენცია არ იქნა წარდგენილი პარლამენტში პრეზიდენტის მიერ. აქვე დავძენთ, რომ ახლოვდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე 3 დეკემბერი. რა დროისთვისაც მოვითხოვთ მოხდეს კონვენციის ვიზირება პარლამენტში. სხვა შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას მიმართოთ სამოქალაქო პროცესის სხვა ფორმებს, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუქცევად პროცესად იქცეს ჩვენს ქვეყანაში. სახელმწიფო უნივერსიტეტში გურამ შარაძეს იხსენებენ გარდაცვლილი პროფესორის ოჯახის წევრები, კოლეგები და მეგობრები ქართული ემიგრაციის მუზეუმში შეიკრიბნენ. გაიმართა ფოტოგრამოფენა სახელწოდებით გურამ შარაძის სიკვდილი და დასაფლავება, აჩვენეს გიორგი შარაძის ფილმი ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება. დღევანდელი საღამო მიეძღვნა გურამ შარაძის ხსოვნას. ორგანიზატორები იყვნენ ქართული ემიგრაციის მუზეუმი და გურამ შარაძის საზოგადოება. ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი, რომლის ავტორია გიორგი შარაძე. ფილმი ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება. რატომ არ დაიწყო ასპინძის სოფელ მირაშხანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ამ დრომდე? მიზეზი ახალი სკოლის მშენებლობა, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. სამშენებლო კომპანია ერდეუნიონის მენეჯერის მამუკა თვალაძის განცხადებით მშენებლობა 1 ოქტომბრამდე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ პროცესი დახანძრილდა, რადგან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თანხების გადარიცხვა რამდენჯერმე შეაფერხა. ასპინძის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დირექტორი ტრისტან მურადაშვილი ირწმუნება, რომ სამშენებლო სამუშაოები 2 დღეში დასრულდება და სასწავლო პროცესი 15 ნოემბერს დაიწყება. მისი თქმით, დაცემილი სასწავლო პროცესის ანაზღაურება შაბათის ხარჯზე მოხდება. არავის არ გაუფრთხილებივად არ სადგას წასვლისთვის, რო გაიფრთხილებინათ, აუცილებლად გავგზავნით ახლოს სკოლებში. რა თქმა უნდა, პროტესტს გამოვთქვამთ, რადგან ბავშვებს შეიძლება არ დადეგებზეც ვერ დაისვენენ ბავშვებმა. მირაშხანიდან უახლოეს სკოლამდე მანძილი არის 20-25 და თანაც ბავშვთა რაოდენობა 64 ბავშვის ტრანსპორტირებას
ვერანაირად ვერ შევძელით, ასე რომ ვთქვათ, არანაირ თანხას ახსრები ამისი ალბათ ძალიან ერთი ავტობუსი მაინც ვერ მოემსახურებოდა. ამიტომ აღდგენითი პროცესი, როგორც კი სასწავლო პროცესი დაიწყება, ვიცია შეთანხმებული ვარ ჩვენ პედაგოგ კოლექტივთან, რომ შაბათის ხარჯზეც მოხდება ეს გაცდენილი საათების ანაზღაურება. რუსთავის სასპორტო სკოლის გაერთიანების ხელმძღვანელი დელა ბურნაძე სპორტულ დარბაზებში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. შენობაში, სადაც დაახლოებით 500-მდე ბავშვი ვარჯიშობს, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა. წვიმის დროს წყალი ჩამოდის, მოუწესრიგებელია საშხაპეები და იატაკი. დარბაზებში არაა სპორტული ინვენტარი. მთავარ პრობლემას კი დათბობის არარსებობა წარმოადგენს, რის გამოც ზამთარში სპორტსმენთა რიცხვი საგრძნობლად იკლებს. მწვრთნელები ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ. მათი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს დახმარების თხოვნით, თუმცა უშედეგოდ. ძალიან ცუდი პირობებია, საშხაპეები არ არის ბავშვების. დიდი სპორტსმენი რო გაიზარდოს, იმას მითება ჭირდება, ხო, პირობები ჭირდება, საშხაპეები ჭირდება და ეს ძალიან სავალალო მდგომარეობაშია სოფელები. აიღო შეპირებები, დღეს ახლა რა მოხდება, რა იქნება, რამდენად დაგეხმარებიან, უკვე მომავალზე დამოკიდებული. ეს არ დაწყებულა, ეგ პრობლემები არის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. საერთოდ ინფრასტრუქტურა, სპორტული ინფრასტრუქტურა ჩვენ ქალაქში, ჩვენ სამსახურს ძალიან სასურველად იყო ყოველთვის და იქედან გამომდინარე, რომ უბრალოდ ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, რომ მისი გარემონტება, ახლად გაკეთება და რა არის იმის გამოსავალი, რომ შენდება სპორტის სასახლე. ეთერში ახალი 12 და ახლა კიდევ ერთხელ მოკლედ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები. კიდევ ერთი დაუხსნელი საქმე და კიდევ ერთი საჩივარი ყოფილი ხელისუფლების მისამართით მკვლელობის დარკვეთაში ამჟამად ვანო მერაბიშვილს ადანაშაულებენ. რა მოხდა 2005 წლის 27 აგვისტოს სენატის სამტრედიის საზღვარზე სამეგრელო იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა სპეცოპერაციის დროს ადგილზე დახვრიტეს ბაჩო ესებოა. მას 16 ტყვი არ ჰქონდა მოხვედრილი, მათგან 2 საკონტროლო გასროლა. გარდაცვლილის დედამშვილის მკვლელობის საქმეზე პროკურატურაში სარჩელი უკვე შეიტანა. ნანი ესებოა საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს იშვილის მკვლელობაში პირადად მიხეილ სააკაშვილს და ვანო მერაბიშვილს დებს ბრალს, მასალა სააგენტო ინფო9 ავრცელებს. ბაჩო ახალაიას დაკავების შემდეგ დუმოს კიდევ ერთი ყოფილი სამხედრო მოსამსახური არღო. შეერაღებული ძალების ყოფილი კაპრალი სულხან კაპანაძე 2010 წელს იხსენებს და სამხედრო მაღალჩინოსნების მიერ მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ საუბრობს. ძმები სულხან და ავთანდილ კაპანაძეები შეერაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამსახურში იმყოფებოდნენ. სულხან კაპანაძის მიერ დასმული ერთი შეკითხვის გამო, რომელიც ბაჩო ახალაიას მინისტრობიდან გათავისუფლებას ეხებოდა, იგი ნაწილიდან წაიყვანეს და სასტიკად გაუსწორდნენ. დაზარალებული ამბობს, რომ ძალადობაში მონაწილეობას მეოთხე ბრიგადის მეთაური შამათავაც იღებდა. სულხან კაპანაძემ 2 კვირა გორი სამხედრო ჰოსპიტალში გაატარა, რის შემდეგაც სამხედრო ნაწილში დაბრუნდა. როგორც ყოფილი კაპრალი ამბობს, იგი აიძულებს პატაკი დაეწერა და კონტრაქტი დაეწყვიტა, რის გამოც 36,000 ლარი დააჯარიმეს. იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდა სულხან კაპანაძის ძმაც. ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობას ადვოკატები დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. დაცვის მხარე ახმკვეთ ღონისძიებად გირეოს ან თავდებობის გამოყენებას მოითხოვს. დეჭანოიძე აცხადებს, რომ პროკურატურის არგუმენტები, რომლის საფუძველზეც ახალაიას ახმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, უსაფუძვლოა. გადაწყვეტილების დასასაჩივრებლად მათ 48 საათიანი ვადა აქვთ. გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი კალანდაძემ კი ციხე უკვე დატოვა. მისი ადვოკატის განმარტებით სასამართლოს მიერ დაკისრებული 20,000 ლარი მათ წუხელ გადაიხადეს. რაც შეეხება ზურაბ შამათავას მეოთხე ბრიგადის მეთაურისთვის ახმკვეთი ღონისძიების სახით დაკისრებულ 20,000 ლარს დღეს გადაიხდიან. პროტესტის მესამე დღე თბილისში ყვითელი ავტობუსების მძღოლები ისევ გაფიცრული არიან. პრობლემის მოსაგვარებლად დედაქალაქის საკრებულოში შექმნილია სამუშაო ჯგუფი. საკრებულოს დეპუტატები დღეს მძღოლების ნაწილს შეხვდება და სიტუაციიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელებენ. თავისუფლებ ავტობუსების მძღოლები აცხადებენ, რომ გაფიცვა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება. თბილისში ყვითელი ავტობუსის მძღოლები 8 ნოემბერს გაიფიცნენ. გაფიცვაში დედაქალაქის 3 ავტოპარკი და 1300-ზე მეტი მძღოლი მონაწილეობს. ამ დროისთვის სულ ეს იყო ახალი ამბებით. ეთერში ზუსტად 3 საათზე დაბრუნდებით. დაგველოდეთ.